ისტორიული ამბავი. გავთ ოფიციალურად გეგმავს ივენთის ჩატარებას საქართველოში. ეს სიზმარი აღარ არის. გავქის პრეზიდენტმა დანა უაიტმა გუშინ დაადასტურა, რომ ორი ქართველი ჩემპიონის ილია თოფურიას და მერაბ დვალიშვილის ყოლის ფონზე საქართველოში ღონისძიების გამართვა ყველაზე ლოგიკური არჩევანია. და ამ თემაზე უკვე ესაუბრა ჩვენს მთავრობის წევრებს. ეს არის დღე, რომელსაც ყველა ქართველი გულშემატკივარი ამდენი წელი ველოდით. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ბავკის ოქტაგონი თბილისში დაიდგმება და ჩვენს მებრძოლებს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვიხილავთ. მინიმუმ 2-3 ახალი ქართველი ოფქში. როგორც წესი, როდესაც ავთ ახალ ქვეყანაში შედის, ორგანიზაცია შანსს აძლევს ადგილობრივ მებრძოლებს. ველოდებით ახალ ქართულ სისხლს მსოფლიოს უძლიერეს პრომოუშენში. და მთავარი მადლობა. ეს სასწაული არ მოხდებოდა ჩვენი ჩემპიონების გარეშე. განსაკუთრებული მადლობა მერაბ დვალიშვილს, რომელმაც დანა უაიტთან და ავქის ხელმძღვანელობასთან მუდმივი საუბრით და ლობირებით ეს იდეა რეალობად აქცია.